განსაკუთრებით რთულია ვითარება გურიაში. საავტომობილო გზის ზოგიერთ მონაკვეთზე ტრანსპორტით გადაადგილება შეუძლებელია. მოგლეჯილია ხეები, ჩახერგილია გზები, რამდენიმე სოფელს არ მიეწოდება გაზი, ელექტროენერგია და ინტერნეტი. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით რეგიონის მასშტაბით მობილიზებული არიან გაზმომარაგებისა და ენერგოპროჯორჯიას ჯგუფები. საგანგებო რეჟიმზეა გადასული ყველა შესაბამისი სამსახური. იწმინდება მთავარი გზები, შიდა გზებზე კი იყრება ტექნიკური მარილი. გურიაში თოვა გრძელდება. შუქია რა, წყალი არ არის, ძალიან დიდი თოვლია, მოკლედ რა ვიცი, ასეთი თოვლი არ ყოფილა კაიხანია ნახდა და რა ვიცი, ძალიან იმაში ვართ რა, ხალხმა რა ქნას, ახლა გაზით რომა, გაზით ფებიან, ზოგი კაი რაღაცა შეშათი მაშვებიან რატია, მაგრამ ხალხმა რა გააკეთოს, ახლა რა ვიცი 3-4 საათზე მოვავო შუქიო, იქამდე ხალხი გაყინულია, ვერაფერს ვერ აკეთებს. კი ახლა გზები იწმინდება რაღაცა, მაგაზე მადლობელი ვარ. მე-13 დღეა თოვს, მე-4 დღეა და ზღვაზე თოვლი არ ჩერდება და წარმოიდგინეთ გაჩერებულია ახლა. ახლა ამ წუთში არ არის ინტერნეტი, არც გუშინ იყო დენი, გუშინ მოვიდა საღამოს. ოღონდ დილით ითიშება. თოვლთან დაკავშირებით ახლა მეტი ყურადღება დაგჭირდება, რა თქმა უნდა, მაგრამ ახლა შუქი თუ იქნება, თავისთავად სხვა არაფერი არ მოგვიგვარდება ჩვენ ახლა ერთ დღეში. გუშინ მთელი დღე და ღამე მიმდინარეობდა გაწმენდის სამუშაოები. შესაბამისად ამოწურული იყო თემა, მაგრამ დღეს უღეთოვლის საფარმა თითქმის 80 სანტიმეტრ გადააჭარბა და შეზღუდული იყო გადაადგილება. ეხლა ველოდებით ძირ ტექნიკას რომ დავიწყოთ გზის გაწმენდის სამუშაოების ჩატარება. ამ დროისთვის შეზღუდულია გადაადგილება, საერთოდ ტექნიკა ვერ მოძრაობს. ესეთი ტრანსპორტი. ყველგან მეზობელი სოფლები ეს ნატანები, შრომა, ყველგან ესეთი მაღალი თოვლია და ახლობით მეტროцеა, იქ თოვლის საფარი როგორც ვიცი, ეხლა როგორც მაქვს კომუნიკაცია თანამშრომლებთან და ყველგან ანალოგიური პრობლემებია.